მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ რატომ ცივდებით ხშირად, რა არის ამის მიზეზი და როგორ არ გავცივდეთ ხშირად. გაცივება ვიცით ყველამ რაც არის, ანუ ზედა სასუნთქი გზების ინფექციასაც ეძახიან, უფრო ფართო ტერმინი ეგ არის, რომელიც სხვა დაავადებებსაც აერთიანებს, მაგრამ როცა ვამბობთ ძირითადად გაცივებას, გულისხმობთ ჩამონადენი ცხვირიდან, შეშუპება და შეგუბება ცხვირში, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა და ცემინება, ძირითადად ეს სიმპტომები. ეხლა სინუსიტი, ფარინგიტი, ოტიტი, ესენიც ზედასასუნთქი გზების ინფექციებში შედის, ანუ ამიტომ არის უფრო ფართო ტერმინი ზედასასუნთქი გზების ინფექციები, მაგრამ ყველაზე ხშირად, როცა ამას ვამბობთ, გულისხმობთ გაცივებას, გაცივება ძირითადად გამოწვეულია ვირუსებით, 200-ზე მეტ ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს გაცივება, მაგრამ ყველაზე ხშირად იწვევენ რინოვირუსები, კორონავირუსები, პიკორნავირუსები და კიდე სხვა მრავალი ვირუსი არსებობს, ადენოვირუსები მაგალითად, რომელსაც შეუძლია გაცივება გამოიწვიოს. ყველაზე ხშირი გამოწვევი არის რინოვირუსები. გრიპი კიდე სხვა რამეა, მაგრამ გრიპი და გაცივება ერთმანეთს გავს. გრიპს იწვევს ინფლუენზა ვირუსი და მსგავსება აქვს ბევრი სიმპტომი, მაგრამ გრიპი უფრო ერთბაშად იწყება, უფრო მეტად სიცხე ახასიათებს, მაშინ როცა გაცივებას ნაკლებად აქვს სიცხე. აგრეთვე ხშირად არის ხოლმე კითხვა ხველებაზე, როგორაა ხველასთან საქმე, შეიძლება გაცივების დროს ადამიანს ახველებდეს, ოღონდ ეს ხველა როგორც წესი არის ინტენსიური და ძლიერი, თუ ძლიერია ხველა, თუ სიცხეც აქვს ადამიანს, სისუსტე აქვს, შეიძლება იყოს ამ ბრონქიტი ან ფილტვების ანთება, ამიტომ მეტი ყურადღება ჭირდება ამ შემთხვევაში. ეხლა ვთქვათ, რა არის მთავარი მიზეზები ხშირი გაცივების და საერთოდ რას ნიშნავს ხშირი გაცივება, რამდენს ვეძახით ხშირ გაცივებას, თუ ადამიანი ცივდება წელიწადში 4-ჯერ ან 6-ჯერ, თუ ბავშვები ყავს და ან ისეთ ადგილას მუშაობს, სადაც ადამიანებთან, ბევრ ადამიანთან კონტაქტი, წელიწადში 6-ჯერ თუ ცივდება, მიიჩნევა ნორმად, ან 6-ზე ნაკლებჯერ. თუ ცივდება მეტჯერ, 6-ზე მეტჯერ, მიიჩნევა, რომ მისი რამე პრობლემაა მნიშვნელოვანი. და რა იწვევს ახლა? ყველაზე ხშირად იწვევს იმუნიტეტის დაქვეითება, ეგ არის ყველაზე მთავარი გამომწვევი. და იმუნიტეტის დაქვეითებას რა იწვევს? იმუნიტეტის დაქვეითებას ერთი იწვევს ძილის პრობლემები. ბევრი კვლევით არის დადასტურებული, რომ არასაკმარისი ძილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსაზღვრელია სუსტი იმუნიტეტის, განსაკუთრებით ღრმა ძილის ფაზაში ეს ციტოკინები სინთეზირდება, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ებრძოლოს ინფექციას, განსაკუთრებით ვირუსულ ინფექციას და იმუნური სისტემის აქტივაცია ღრმა ძილის ფაზაში ხდება. თუ კი ადამიანს ძილი აკლია, განსაკუთრებით ღრმა ძილი, ეგ დიდი პრობლემაა, რამდენჯერმე მეტჯერ შეიძლება დაემართოს ასეთ ადამიანს გაცივება. არა მაგალითად, არა წელიწადში 5-ჯერ, არამედ წელიწადში შეიძლება 10-ჯერ ან 15-ჯერ დაემართოს გაცივება, ამდენად ბევრს ნიშნავს ძილი. მეორე მნიშვნელოვანი განსაზღვრელი არის ქრონიკული სტრესი. ქრონიკული სტრესის დროს კორტიზოლი თრგუნავს იმუნურ სისტემას პირდაპირ და ეგ დიდი პრობლემაა. მესამე მნიშვნელოვანი რაც იმუნიტეტს ასუსტებს არის ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა, ვიტამინებიდან განსაკუთრებით ვიტამინი C, ვიტამინი D, B6 და B12 და მინერალებიდან თუთია განსაკუთრებით. და ასევე დაავადებები, ქრონიკული დაავადებები განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე, განსაკუთრებით რომელი დაავადებები გაცივების რისკს ზრდის, ალერგიული რინიტი, ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ქოც რომ ეძახიან, ანუ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად წითელი მგლურა, იშვიათ შემთხვევებში სიმსივნეები და მათ შორის სიმსივნის მკურნალობაც, ქიმიოთერაპიაც, ორივემ შეიძლება იმუნიტეტი დაასუსტოს. ძირითადად ყველაზე ხშირად ესენია გამოწვევი სუსტი იმუნიტეტის
და ხშირი გაციების და ახლა როგორ ვებრძოლოთ გარდა იმისა რომ ხელები უნდა დავიბანოთ, ჯანსაღი წონა გქონდეს, ჯანსაღად ვიკვებოთ, ფიზიკურად ვიაქტიუროთ, ესენი არის რომელიც ყველაზე ნათელია პრინციპში ყველასთვის, ამ შემთხვევაში ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან პირველადაც უნდა გააკეთოს ადამიანმა აუცილებლად და უფრო ცნობილია, რაც ნაკლებ ცნობილია იმაზე ვისაუბრებ, ეს არის მაგალითად ის დანამატები, რის მიღებაც შეუძლია ადამიანს და ნაკლებად დაემართოს გრიპი და გაციება. პირველი ესეთი არის ვიტამინი C. ვიტამინი C არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ასევე ინტერფერონის პროდუქციას აძლიერებს ორგანიზმში, ასევე ციტოკინების, ეს ორივე ვირუსულ ინფექციას ებრძვის, ვირუსებს ებრძვის და იმუნური სისტემის აქტივაციას ახდენს. ანუ იმუნურ სისტემას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოკლედ. ასევე ადამიანებში ვისაც აქვს მაღალი ფიზიკური სტრესი, მაგალითად ბევრს ვარჯიშობს, ან ფიზიკურად შრომობს, ფიზიკურად აქტიურია, ან ადამიანი როცა ცხოვრობს სიცივეში ან ზამთარში, როცა სიცივეა, ხშირად აქვს ადამიანს C ვიტამინის დეფიციტი, ან ასაკოვან ხალხს, რომლებიც მაინც კარგად ამ ვერ იკვებებიან, ან შეწოვა ამ ჯანსაღი საკვების არ არის სათანადო. C ვიტამინის დეფიციტი ამ შემთხვევაში ხშირია, C ვიტამინის მოხმარება გაზრდილია და ამ დროს C ვიტამინი ჭირდება ადამიანს. ბევრი კვლევაა ჩატარებული, რომლის მიხედვითაც C ვიტამინი მნიშვნელოვნად ამცირებს გრიპი და გაციების ინტენსივობასაც და რაოდენობასაც წლის განმავლობაში. განსაკუთრებით გაციებაზეა საუბარი. თუმცა ეხმარება მცირედით გრიპსაც და გაციების რაოდენობა შეიძლება შეამციროს 50%-ით გააჩნია ადამიანს გააჩნია მის იმუნურ მდგომარეობას. რაც შეეხება დოზირება 90 მგ კაცებისთვის დღიური საჭიროება აქვს, 75 მგ ქალებისთვის, რაც ყოველდღე ჭირდებათ. თუ მწვერვალია ადამიანის 35 მგ-ით მეტი ჭირდება ბუნებრივად ისედაც. დღის განმავლობაში ოპტიმალური რამდენია რომ მიიღოს C ვიტამინი დაახლოებით 500 ან 250 მგ-დან 500-მდე. კარგი იქნება რომ დღის განმავლობაში გადაანაწილო, იმიტომ არის რომ 50-50-იანი პატარა დრაჟეებად რომ იყიდება ხოლმე, რადგან ჯობია რომ დღის განმავლობაში მიიღო ვიდრე ბაშად, უფრო უკეთესად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მეორეს მხრივ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ანუ საკვებთან ერთად მიიღებ თუ პირდაპირ, თუმცა შეიძლება კუჭი გააღიზიანოს ზოგ შემთხვევაში, უნდა დააკვირდეს ადამიანი, თუ კუჭს უღიზიანებს, მაშინ საკვებთან ერთად უნდა მიიღოს. კითხვა არის ხოლმე კიდე რომ რამდენია ზედა ზღვარი, ზედა უსაფრთხო ზღვარი და რამდენი ხანი შეიძლება მიიღება. ზედა უსაფრთხო ზღვარი C ვიტამინისთვის არის 1000 მგ, ანუ 1 გრამი დღის განმავლობაში და ხანგრძლივობა არ აქვს ის მკვეთრი შეზღუდვა, თუკი 1000 მგ-ზე ნაკლებია. მაქსიმალური ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი, რაც ახასიათებს C ვიტამინის მიღებას, ეს არის რომ თირკმელში კენჭების რაოდენობა შეიძლება გაზარდოს, ან კენჭების წარმოქმნას ხელი შეუწყოს. აი ამიტომ არის რომ 1000 მგ-ს ქვევით უნდა მიიღოს ადამიანმა. ის ადამიანები, რომლებიც 1000 მგ-ს ქვევით იღებენ, როგორც წესი, მათში არ ზრდის კენჭების განვითარების რისკს, ან ზრდის, მაგრამ ძალიან მინიმალურად. ასევე ადამიანმა უნდა დალიოს ბევრი წყალი დღის განმავლობაში, 1 ან 2 ლიტრი. ციტრუსების წვენი არ ითვლება, პირიქით ციტრუსებმა შეიძლება ხელი შეუწყონ კენჭების განვითარებას, ამიტომ იმ საკომპენსაციოდ მოკლედ არ უნდა დალიოს ადამიანმა ციტრუსის წვენი, მით უმეტეს მაშინ როცა C ვიტამინს სვავს. ანუ 500 მგ ან 250 მგ გააჩნია თუ ადამიანი ბევრს ვარჯიშობს, დაახლოებით 500 მგ, ზოგ შემთხვევაში 1000-იც შეიძლება გააჩნია მდგომარეობას. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი, რომლის დეფიციტიც აქვს ხოლმე ადამიანს და აუცილებელია, ეს არის თუთია. თუთია ძალიან ბევრ რეაქციაში მონაწილეობს მოკლედ ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ თუთია ჭირდება. თუთის დეფიციტი
ადამიანებში, რომლებიც ხშირად ოფლიანობენ, უფრო მეტად არის, იმიტომ რომ ოფლით თუთია იკარგება, ასევე სპერმის საშუალებით იკარგება, ამიტომ მამაკაცებში უფრო ხშირია თუთიის დეფიციტი და თუთია პირდაპირ დაკავშირებულია იმუნიტეტზე. მოკლედ, იმუნიტეტი შეიძლება მნიშვნელოვნად დაასუსტოთ თუთიის დეფიციტმა. თუთიას აქვს რამდენიმე კარგი თვისება. პირველი არის, რომ უკავშირდება ვირუსებს თვითონ და ვირუსს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ უჯრედებში შევიდეს და ფიზიკურად მოკლედ დააშორებს უჯრედებს და ამით იცავს ორგანიზმს უჯრედებისგან ეს ერთი. მეორე არის, რომ ასტიმულირებს ციტოკინების გამომუშავებას, ასევე ანთებას ამცირებს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს და ოქსიდაციურ სტრესს ამცირებს. ან ტოქსინებს უჯრედებისთვის და უჯრედების დაზიანებას ამცირებს. ამიტომ არის, რომ თუთია განსაკუთრებით თუ გაციების სიმპტომები აქვს ადამიანს, საწუწნი თუთიის აბები ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა ასეთ დროს. თუმცა ისეთ საკვები დანამატის სახით შესაძლებელია თუთიის მიღება. რამდენიმე დღის განმავლობაში 75-100 მილიგრამი თუთიის მიღება შეიძლება დაახლოებით 7 დღემდე განსაკუთრებით საწუწნი საშუალებებით საწუწნი თუთია იმისთვის რომ თუ გაციების სიმპტომები აქვს ადამიანს მაგრამ თუ ყოველდღე უნდა რომ მიიღოს მაშინ 40 მილიგრამზე ნაკლები უნდა იყოს 40 მილიგრამზე ნაკლები უნდა იყოს თორე ხანგრძლივად მაღალი დოზით თუთიის მიღებამ პირიქით შეიძლება იმუნიტეტი დაასუსტოს და ასევე შეიძლება დათრგუნოს გამოიწვიოს სპილენძის დეფიციტი რომ სპილენძს ასევე ბევრ მნიშვნელოვან რეაქციაში და ფერმენტის სინთეზისთვის გამოიყენება ამიტომ არ არის სასურველი თუთიის დიდხანს მაღალი დოზებით მიღება უსაფრთხო დოზა არის 40 მილიგრამი ან ნაკლები დღის განმავლობაში ხო თუთიას მიღება როდის ჯობია საჭმელთან ერთად განსაკუთრებით თუ ცილას მიირთმევს ადამიანი ცილიანს აქვს მაგალითად ხორცს ან ცხიმიანს და დღის მონაკვეთს დიდი მნიშვნელობა არ აქვს მთავარია რომ საკვებთან ერთად იყოს რადგან ისედაც შეიძლება მაგრამ კუჭი შეიძლება გააღიზიანოს თუკი იქნება საკვების გარეშე თუთია მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი რომლის მიღებაც შესაძლებელი არის D ვიტამინი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს აქტიურებს მონოციტებს აქტიურებს მაკროფაგებს ამცირებს ანთებას ორგანიზმში და T ლიმფოციტების პროლიფერაციას აუმჯობესებს რაც ნიშნავს რომ არასაჭირო ანთება შემცირდება ორგანიზმში და იმუნური პასუხი კიდე მოიმატებს და გაძლიერდება ვირუსების წინააღმდეგ შესაბამისად D ვიტამინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ადამიანებს ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური ვიტამინი D ვიტამინია და ადამიანებს რომელსაც D ვიტამინის დეფიციტი აქვს ამ დროს D ვიტამინის მიღებამ შეიძლება 50%-ით შემციროს გაციებების რაოდენობა რა მიიჩნევა D ვიტამინის ოპტიმალური დოზა 800-დან 1000 საერთაშორისო ერთეულამდე დღის განმავლობაში გააჩნია ადამიანს ასაკონებში შეიძლება უფრო მაღალი დოზაც იყოს დანიშნული იმ შემთხვევაში თუ შეწოვა შესუსტებულია და D ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური ვიტამინია მთელ მსოფლიოში, ამიტომ D ვიტამინის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნიტეტისთვის, მათ შორის გაციებებისთვის. მეოთხე მნიშვნელოვანი დანამატი არის ექინაცია. ექინაცია არის მცენარეა, საკვებ დანამატებად იყენება ექინაცია სტანდარტიზებული ექსტრაქტი, რომელიც დაახლოებით 10-20% ამცირებს გაციებების რაოდენობას და ინტენსივობას, ასტიმულირებს მაკროფაგებს და NK უჯრედებს. NK უჯრედებს ეძახიან ნატურალურ მკვლელებს, ბუნებრივ მკვლელებს, რომელიც ვირუსებს, ბაქტერიებს ებრძვის კლავს. ასე რომ იმუნურ პასუხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ასევე ციტოკინების გამომუშავებას აუმჯობესებს და ექინაცია ოდითგანვე მიიჩნევა, რომ იმუნიტეტის გამაძლიერებელი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.
ოპტიმალური დოზა არის 300-500 მგ-მდე დღის განმავლობაში. განსაკუთრებით აი გაცების სეზონები როცა მაშინ შეუძლია რომ ადამიანს დალიოს ოღონდ 8 კვირაზე ნაკლები. ნუ ორი მიზეზის გამო, რადგან ექინაცია ღვიძლისთვის ტოქსიურია და დიდი ხანს მისი მიღება არ შეიძლება და დიდი ხანს მისი მიღება არ შეიძლება ასევე, რადგან იმუნიტეტი პირიქით შეიძლება დაასუსტოს დროთა განმავლობაში. ამიტომ დათრგუნოს იმუნიტეტი და ამიტომ მაღალი დოზებით და დიდ ხანს მისი მიღება არ შეიძლება. მაშინ როცა ეს მოკლე ვადიანთ 8 კვირის განმავლობაში და 300-დან 500 მგ-მდე პირიქით იმუნიტეტს აუმჯობესებს. ანუ დიდი მნიშვნელობა აქვს დოზას და დიდი მნიშვნელობა აქვს რაოდენობას. და მეხუთე, რომელსაც ერთ-ერთ საუკეთესოდ დავასახელებდი, არის პრობიოტიკები. პრობიოტიკები არის იგივე მეგობარი ბაქტერიები, რომელიც აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს იმუნურ პასუხს ჩვენს ორგანიზმში. დიდი ნაწილი შეიძლება იცით კიდეც რომ ჩვენი ორგანიზმის იმუნური სისტემის მოდის საჭმლის მომნელებელი სისტემის იმუნურ კომპონენტზე ან იმუნური უჯრედების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენ საჭმლის მომნელებელი სისტემაშია ლიმფური ჯირკვლების დიდი ნაწილი საჭმლის მომნელებელი სისტემასთანაა შესაბამისად ჩვენი იმუნიტეტი მჭიდროდ დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი სისტემასთან ბაქტერიები რა ბაქტერიებიც შედგება ჩვენი ფლორა მნიშვნელოვნად დამოკიდებ განსაზღვრავს ჩვენს იმუნიტეტს და რას აკეთებს სასარგებლო ბაქტერიებს ზრდის პრობიოტიკები და ამცირებს მავნებელ ბაქტერიებს და ვირუსებს ებრძვის მათ ასევე იმუნიტეტს აუმჯობესებს ასტიმულირებს იმუნიტეტს აუმჯობესებს ანტისხეულების სინთეზს და ორგანიზმი ეფექტურად ებრძვის გრიპს გაციებას და კიდე სხვა ვირუსულ ინფექციებს და საუკეთესო რომელი პრობიოტიკია საუკეთესო ლაქტობაცილუს რამნოზუსი მე დავასახელებდი ცალსახად პირველ ადგილზე იმიტომ რომ ბევრი კვლევები დასტურდება მისი ეფექტურობა ასევე ლაქტობაცილუს პარაცესეი ესე ქვია და ლაქტობაცილუს პლანტარუმ ეს სამი პრობიოტიკი, ნუ პირველ ადგილზე მაინც რა თქმა უნდა გავიყვანდი ლაქტობაცილუს რამნოზუსს, რომელსაც ყველაზე მეტი კვლევა აქვს, მაღალი ეფექტურია, იმუნიტეტს აუმჯობესებს მნიშვნელოვნად. იმისთვის რომ პრობიოტიკებს ჰქონდეს ეფექტი რეალურად მინიმუმ 1 თვე უნდა მიიღოს ადამიანმა, 1-დან 6 თვემდე მოკლედ. შესაძლებელია უფრო ხანგრძლივადაც. ოპტიმალური მიღების ფორმა არის ესეთი, რომ საკვებთან ერთად, ჯობია დილით, განსაკუთრებით მაგალითად ბოჭკოვანთან ერთად თუ მიიღებ ან ცხიმიან საკვებთან ერთად. დილის საათებში ან როგორც პირველ კვებად. რაოდენობა უნდა იყოს 1-დან 10 მილიარდამდე ერთ მიღებაზე, ნუ ყველაზე ოპტიმალურია ხოლმე 5 მილიარდი რომ მიიღო იმისთვის რომ კოლონია შექმნას ამ ბაქტერიებმა ისეთი რაოდენობა უნდა იყოს. ბაქტერიების ამ პრობიოტიკების შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა არის ხოლმე 2-8 გრადუსამდე, ამიტომ სასურველია რომ შეინახოთ მაცივარში, ოღონდ არა ძალიან ყინვაში, ან ისეთი ოთახის ტემპერატურაზე, სადაც 25 გრადუსზე ნაკლებია, 25 გრადუსზე მეტში ეს ბაქტერიები იღუპება და ვერ გადარჩება ადვილად, ამიტომ ჯობია რომ მაცივარში შეინახოთ ხოლმე, ყოველდღე მისი მიღება შესაძლებელია, უსაფრთხოა და ეფექტურია. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა დღეისთვის, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.